პირველი მარტიდან საქართველოში დასაქმებულ უცხოელებს ქართულ დამსაქმებელთან, ასევე ადამიანებს, რომლებიც ეგრეთ წოდებული ფრილანსერები არიან, ინდივიდუალური მეწარმეები არიან, მათაც წარმოეშობათ ვალდებულება მიიღონ შრომითი უფლება. ის პირები, რომლებიც უკვე იმყოფებიან საქართველოში და ახორციელებენ შრომით უფლებებს და რეგისტრირებულნი არიან ჯანდაცვის ერთიან ბაზაში, მათ ვალდებულება აქვთ 2027 წლის 1 იანვრამდე მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რაც მოიცავს იმას, რომ აუცილებელია მათ მიიღონ შრომითი უფლება და ამასთან ერთად რომელიმე ბინადრობის უფლება და შესაძლებელია D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზაც. იმ შემთხვევაში, როდესაც შრომითი საქმიანობის უფლებაზე მოგვივიდა უარი, შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მივმართოთ საქალაქო სასამართლოს და გავასაჩივროთ. ამ კანონის მიღების შეცვლის უპირველესი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი დასაქმებულების დაცვა. რადგან თუ არსებობს საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმ პოზიციაზე ძალიან კარგად გაართმევდა თავს, არ უნდა იყოს უცხოელი დასაქმებული.